რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნდა ევროკავშირის პროგრამა Erasmus Plus-ის 2026 წლის გზამკვლევი, რომელშიც ნათქვამია, რომ უშუალოდ ამ პროგრამით ვეღარ ისარგებლებს საქართველოს ხელისუფლება და ამ გზამკვლევში ნათქვამია, რომ ამის მთავარი მიზეზი არის ქვეყანაში არსებული ვითარება. მოკლედ ამ თემაზე ვსაუბრობთ დღეს ჩვენ სტუმართან ერთად. დიანა ლეჟავა იმყოფება ჩვენთან გადაცემაში, უმაღლესი განათლების ექსპერტი. ძალიან დიდი მადლობა დათმობილი დროისთვის. მოკლედ როგორც მე დასაწყისში აღვნიშნე, ევროკავშირმა შეწყვიტა იმ პროექტების დაფინანსება, შეწყვეტს იმ პროექტების დაფინანსებას, რომელშიც ჩართული არის სახელმწიფო სტრუქტურები. რომ გითხრათ, რას ნიშნავს ეს საქართველოსთვის და რა ბენეფიტებს კარგავს ჩვენი განათლების სისტემა? პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა მოწვევისთვის და ამ საკითხით დაინტერესებისთვის, იმიტომ რომ საკმაოდ მნიშვნელოვანი და სერიოზული საკითხი და სერიოზული პრობლემა არის. მოგეხსენებათ, ერაზმუსის პროგრამა წლებია უკვე ქართულ საგანმანათლებლო სივრცესთან თანამშრომლობს, ხო? ერაზმუს პლუსამდე მანამდე იყო ერაზმუს, მე ერაზმუს მუნდუსი, ანუ ბევრ წელს მოიცავს ეს პროგრამა ზოგადად. ამ პროგრამის ერთ-ერთი მიმართულება არის გაცვლითი პროგრამები, როგორც ვიცით, ორმაგი ხარისხები და მსგავს, ანუ უშუალოდ საგანმანათლებლო პროგრამის გაუმჯობესებაზე და ახალი პროგრამების დანერგვაზე ორიენტირებული მიმართულება და მეორე არის ეგრეთ წოდებული ინსტიტუციური განვითარების პროგრამები. ეს ინსტიტუციური განვითარების პროგრამა გულისხმობს ეროვნულ დონეზე ისეთი ტიპის პროექტების დაფინანსებას, რომელიც მნიშვნელოვანია უკვე სისტემის განვითარებისთვის და არა ვთქვათ ერთეული აკადემიური პროგრამის განვითარებისთვის. საკმაოდ ისეთი წარმატებული პროგრამა იყო ჩვენი ქვეყნისთვის. წლების განმავლობაში ძალიან მაღალი რეიტინგი გვქონდა. ხა ჩვენ ვეკუთვნით ერაზმუსიც არის რეგიონალურად დაყოფილი და ჩვენ ვართ, რა თქმა უნდა, აღმოსავლეთ ევროპის პარტნიორობის ფარგლებში, დანარჩენ სხვა ქვეყნებთან ერთად და აი ამ ჩვენსავე რეგიონში ვიყავით საკმაოდ წარმატებულები და მსოფლიო მასშტაბითაც მიუხედავად ჩვენი პატარა ზომისა, ხო? ბევრი ქვეყნები ჩვენზე დიდები არიან, მეტი უნივერსიტეტები აქვთ, მაგრამ ჩვენ მაინც ძალიან წარმატებულები ვიყავით, ბევრი პროექტი მოდიოდა აქეთ. ამ ინსტიტუციური განვითარების პროგრამას აქვს სამი მიმართულება. პირველი მიმართულება არის განათლების ხელშეწყობა და ხელმისაწვდომობის გაზრდა, ვთქვათ, რეგიონული უნივერსიტეტებისთვის, ნაკლები შესაძლებლობების მქონე სტუდენტებისთვის და ასე შემდეგ. მეორე არის უშუალოდ რაღაც ინსტიტუციური განვითარება და მესამე არის უკვე რეფორმის დონეზე დანერგვა. რეფორმის დონეზე დანერგვას რაღაცა სიახლის, აუცილებლად სახელმწიფო ჩართულობა სჭირდება, ხო? ხა გასაგებია, რომ მე როგორც უნივერსიტეტი რაღაც იდეა რომ მაქვს და მინდა რომ განვავრცოთ ქვეყნის მასშტაბით, სახელმწიფო თუ არ ჩაერთო ამაში, ინდივიდუალურად ამას ვერ გავაკეთებ, ხო? რაც ამბა დიდი ენთუზიაზმით ამას ვაკეთებდე, მაგრამ აი ეს მესამე მიმართულება, რომელიც სახელმწიფოს სტრუქტურების ჩართულობას ყურებს და აქ გავმიჩნოთ ერთმანეთს, რომ ძალიან ისეთი ნებათაღელვა გამოიწვია, იმიტომ რომ სახელმწიფო უნივერსიტეტი ხო სახელმწიფოაო. სახელმწიფო უნივერსიტეტის შეზღუდვა არ არის. შეზღუდვა არის სახელმწიფო სტრუქტურის, მაგალითად, განათლების სამინისტრო, რუსთაველის ეროვნული ფონდი, ბიბლიოთეკა, ეროვნული ბიბლიოთეკა, ანუ ის ორგანოები, რომლებიც სახელმწიფო სტრუქტურას განეკუთვნება, ხარისხის უზრუნველყოფის ცენტრი. აი მათ უკვე ასეთ ინსტიტუტებს აეკრძალათ პროექტში მონაწილეობა. და ამ მესამე მიმართულებაში ვალდებულებაში უწერია ერაზმუს, არა მარტო ჩვენთვის, არამედ ზოგადად მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ყველა ქვეყანას, რომ სახელმწიფო სტრუქტურა თუ ვერ მონაწილეობს, პროექტიც ვერ განხორციელდება და არც დაფინანსდება შესაბამისად. ამან ამოგვაგდო ჩვენ ძალიან სერიოზული იმიდან, რა ქვია, მიმართულებიდან, გარდა მაგისა გვაქვს ფინანსური შესაბამისად ფინანსური დანაკარგებიც, იმიტომ რომ ეხლა სპეციალურად წამოვიღე, რომ მასშტაბის დანაკარგებზე არის. აი ზუსტად მაგაზე გველაპარაკა, ეხლავე გავხსნი ერთი წუთით. ანუ აი ამ მესამე მიმართულებაში, რომელშიც სახელმწიფო სტრუქტურა მონაწილეობდა, 22-დან მაქვს მონაცემები, იმიტომ რომ ეს საჯაროდესი არიდო და ხელოვნურად დავთვალე, მარტო 22-25 წლების ჩათვლით 33 პროექტი განხორციელდა. ეს უნდა აღინიშნოს, რომ ეს მიმართულება არის ყველაზე დიდ ბიუჯეტიანი. 600.000-დან 1 მილიონ ევრომდე გულისხმობს პროექტის თითო პროექტზე ეს ბიუჯეტი არის გამოყოფილი. ჩვენ გვქონდა ბოლო 4 წლის განმავლობაში 33 პროექტი. აქედან 15-ის ვიყავით კოორდინატორები, ანუ ქვეყანა რო კოორდინატორი, ანუ ქართული უნივერსიტეტი რო კოორდინატორია. ეს ძალიან პრესტიჟულია, ძალიან მნიშვნელოვანი, ანუ შენ განაგებ ამ პროექტს, შენც უზიარებ, იღებ გამოცდილებას და უზიარებ სხვასაც გამოცდილებას. აი ამ პროექტებიდან 11-ში მონაწილეობდა 73 ჯამური პროექტიდან 11 იყო სახელმწიფოს ჩართულობით. ანუ 11 პროექტი, რომელიც ჯამური ბიუჯეტი არის 9 მილიონი ევრო, და აქ უნდა უბრალოდ ხაზი გაუსვათ, რომ
საქართველოს წილი რამდენი იყო ეს საჯარო წვდომაში არ არის, უნივერსიტეტების შიდა ინფორმაცია არის, მაგრამ ჯამური ბიუჯეტი იყო 9 მილიონი. ხა აქედან შეიძლება ცოტა სხვა ქვეყნებზეც ნაწილდებოდეს. ანუ ამ დანაკარგზე არის ახლა საუბარი. ხო, 4 წლის განმავლობაში რო 9 მილიონ ევროიანი დანაკარგია ჯამურად. უნდა ვივარაუდოთ, რომ მომავალი 4 წლის განმავლობაში ანალოგიური დაახლოებით იგივე თანხებზე იქნება, ხო, ლაპარაკი, მაგრამ თანხა არ არის პრობლემა. დიდი პრობლემაა, მაგრამ არა ძირითადი, ხო? ეს ისეთი პროექტების განვითარებას უწყობდა ხელს ეს პროგრამა, რომლისთვისაც მაგალითად სახელმწიფო ფულს არასოდეს არ გამოყოფდა. აი, ერთ-ერთი ასეთი პროექტი იყო, მაგალითად პლაგიატის პროექტი, რომელიც რამოდენიმე წლის წინ დაფინანსდა. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი იყო კოორდინატორი და საქართველოს მასშტაბით ძალიან ბევრი უნივერსიტეტი იყო, ეროვნული პროექტი იყო. პლაგიატის სისტემა შეიძინეს უნივერსიტეტებისთვის, რომელიც ავტომატურად აფიქსირებს პლაგიატის შემთხვევას. ძალიან დიდი საინფორმაციო კამპანია აწარმოა ამ პროექტმა, რომ აღმოფხრილიყო ან ხელი შეგვეწყო ამ პრობლემის აღმოფხრისთვის. და იმ მსგავსი პროექტები, ახლა ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო კიდე კვლევითი მენეჯმენტის განვითარების პროექტი, რომელიცაც ასევე არასოდეს სახელმწიფოს ფული არ აქვს. ანუ პრაქტიკულად ეს იყო გარედან შემოსული ინვესტიცია რეფორმისთვის, რომელიც არის ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი. ნამდვილად. და რამდენი ადამიანი არის და ახალგაზრდა, რომელმაც გამოიყენა ერასმუსი და მისი განათლების დონემ, რა თქმა უნდა, უფრო მაღალ ნიშნულს მიაღწია. ჩვენ თუ გვაქვს მიკითხავს წინასწარ დაახლოებითი სტატისტიკა, თუ ჩვენი მოქალაქეების რა პროცენტმა ან რა რაოდენობამ მიიღო ეს საჯარო წვდომაში ცოტა რთული მოსაპოვებელია, მაგრამ ამ ზაფხულს ევროკომისიის დელეგაციამ გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ წლების განმავლობაში ერასმუსით ისარგებლა 13,000 ადამიანმა. ეს საკმაოდ დიდი რიცხვია, ხა ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ, 13,000 შეიძლება ესე არ ჟღერდეს, მაგრამ საკმაოდ დიდი რიცხვია ასეთი პატარა ქვეყნისთვის, რომელსაც ძალიან პატარა აკადემიური სივრცე ყავს, ხო? სინამდვილეში მსოფლიოს მასშტაბით საკმაოდ პატარა აკადემიური სივრცე გვაქვს და 13,000 ადამიანი რომ სარგებლობს ერასმუსის პროგრამით, ეს არ ნიშნავს, რომ სამოგზაუროდ დაიარება, ხო? ეს ნიშნავს, რომ იღებს ევროპული განათლების ცოდნას, ეზიარება ევროპულ კულტურას და რაც თავარია, ჩვენი კულტურაც გააქვს, ანუ ჩვენი იმიჯის მშენებლობას ემსახურება და მე ამ ცოდნით აქ ბრუნდება. და ევროინტეგრაციას უწყობს ხელს, ანუ განვითარებას უწყობს ხელს. ევროინტეგრაცია ჩვენი აკვიატებული ის ხო არ არის სინამდვილეში არა, რომ მაინდა-მაინც ევროინტეგრაცია გვინდა. ევროინტეგრაცია გულისხმობს ქვეყნის ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ განვითარებას, ხო და ჩვენი კულტურის გარეთ გატანას. ჩვენ რომ ამაყები ვართ ჩვენი კულტურით. მარტო ჩვენთვის ხო არ უნდა იყოს, გვინდა რომ ყველა და ძალიან გვიხარია, როდესაც ამას სოფლიო ნახულობს, ხო? და მათ მოსწონთ კიდევაც. რა თქმა უნდა. ჩემი შეკითხვაც თქვენ ახსენეთ თანხა და თანხაში არა საქმე რეალურად ამ თანხას გამოვყოფთ ჩვენ თვითონაც და ეს ზარალი დიდი არაა რომ ჩვენ ქვეყანა დაიშალოს, მაგრამ სხვა მიმართულებით არის ძალიან რთული გამოწვევა, როგორც თქვენ ახსენეთ, ყველა მხრივ განვითარებაში ხელს გვიწყობს ევროკავშირი და აი თუ კი ეს მე ვიტყოდი რომ სავალალო დინამიკა გაგრძელდა ურთიერთობის ჩვენს და ევროკავშირის შორის და აი ამ პროგრამის შეჩერებისა და ამ დაფინანსების და მხარდაჭერის შეჩერების შემდეგ გვაქვს თუ არა იმის შესაძლებლობა რომ რაღაც ალტერნატივა შევთავაზოთ განათლების სფეროს ამ მიმართულებით და სხვა გზით ვცადოთ თუნდაც ისეთი რამის ხო აი თუნდაც პლაგიატი ახსენეთ თქვენ და პლაგიატის პროგრამის დაფინანსება რომ ხდებოდა აქამდე ევროკავშირის მიერ ჩვენ სახელმწიფოს აქვს თუ არა ერთი მხრივ უნარი და მეორე მხრივ სურვილი იმისა რომ ამ მიმართულებით გააგრძელოს განვითარება. მოდით აი დასაწყისში რაც ახსენეთ, იმით დავიწყებ, რომ ამ დეფიციტის, თუნდაც ფინანსური დეფიციტის შევსებას შევძლებთ. შეგეკამათებით და აქედან დავიწყებ, ვერ შევძლებთ, იმიტომ რომ განათლების ბიუჯეტი, რომ გადავხედოთ 26 წლის ბიუჯეტს, ეკონომისტებსაც შეგვიძლია უფრო დეტალურად ვკითხოთ, მცირდება. იმის ნაცვლად რომ გაიზარდოს, სინამდვილეში მცირდება. გარდა ამისა, გუშინ ჩვენმა პრემიერმა გამოაცხადა, რომ ფულს უზოგავთ, ანუ ზოგავთ განათლებაზე. მაშინ როგორ ვახსენებთ, თუნდაც ამ გარედან შემოსული დონაციის დეფიციტს, ხო? და რაც შეეხება შევსებას არაფინანსურს, არამედ შინაარსობრივ შევსებას, ეს უფრო დიდი პრობლემაა, რაც მიბნული არის ზოგადად ევროინტეგრაციაზე, იმიტომ რომ ჩვენ მივდივართ იზოლაციონიზმისკენ, საგანმანათლებლო სისტემის და ქვეყნის იზოლაციონიზმისკენ. რაც ისეთ პრობლემას წარმოადგენს, რომ ჩვენი
აკადემიური სივრცე კვლავ ჩაიკეტება აი ამ 3.5 მილიონ 4 მილიონიან მოსახლეობაში და საქანი არ ექნება. ანუ რითი შევავსებთ მე? ევროკავშირის ერაზმუსის პირველი შეზღუდვა, რაც დაგვიწეს და ეს ხომ შეიძლება იყოს მხოლოდ პირველია რა. რა გარანტია გვაქვს, რომ უფრო მეტი შეზღუდვები არ იქნება და ამ ეტაპზე გაცვლით პროექტებს ნამდვილად არ ეხება, არც მიმდინარეს და არც მომავალს, მაგრამ არც ის არ ვიცით მომავალში იმ რეფორმის კვალდაკვალ, რასაც გეგმავენ ქართული ოცნების წარმომადგენლები. რა შეზღუდვებს და წესებს კიდე ევროკავშირი პროგრამები ხო? და მათ შორის არც უცხოელი სტუდენტები დაინტერესდებიან ალბათ საქართველოში ხო, ნუ ბუნებრივია. ხო, ეს მეორე ნაწილია, რომ აქ ჩამომსვლელიც არავინ იქნება, მე აღარ სურვილი აღარ ექნება გუშინ ასევე გითხრეს, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტში არაგაცვლითებს არ ეხებაო, მაგრამ უცხოელი სტუდენტები ნამდვილად აღარ მიიღებაო სამედიცინოზე კერძო უნივერსიტეტებში. კი ბატონო, და აი ეს მიდგომა ზოგადად ამაზეც მინდა ორი სიტყვით თუ გვაქვს დრო ვთქვა, რომ ეს მიდგომა, რომ ბიზნესი აკეთოს ბიზნესმა თავიდან ბოლომდე არ არის სწორი, იმიტომ რომ განათლება არ არის ბიზნესი. განათლება არ არის ფულის წარმოების განათლება არის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ხელშემწყობი ფაქტორი. არ შეიძლება მას მიუდგეთ როგორც ფულის მჭრელ მანქანას, რასაც გუშინდელი განცხადებაც და კონცეფციაც ფაქტია, რომ დიდი მადლობა. ძალიან დიდი მადლობა. საჭირო თემაზე საუბრისთვის. მადლობა მარიამ. მარიამ მოგვიყვანეს კარგი სტუმარი და საჭირო თემაზე ვისაუბრეთ და ამით ჩვენი დღევანდელი განათლების რუბრიკა დასრულებულია. ერთი კვირით მემშვიდობებით მარიამს და განათლების რუბრიკას. ვფიქრობ საკმაოდ საინტერესო თემა იყო ნამდვილად. ჩვენი სტუმარი იყო დიანა ლეჟავა, უმაღლესი განათლების მკვლევარი და დიდი იმედი ვიქონიათ, რომ ეს დინამიკა ჩვენს და ევროკავშირის შორის ურთიერთობებში მეტად დადებითი მიმართულებით წავა.